დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ თეიმურ მაისურაძე, ანალიტიკოსი, პროფესორი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თეიმურ მონახე დრო და მოხვედით ჩემთან და როგორ თემას შემოგთავაზებთ დღეს სამსჯელოდ. ესე იგი, ტრამპი ასე განვითარდა მოვლენები, პირობას აძლევს უკრაინას და ევროპას და დასავლურ სამყაროს რომ ტომაჰავკებს გადასცემს უკრაინულ მხარეს და იბარებს ზელენსკის ცეცხლსახში შესახვედრად, სწორედ ამ საკითხზე სასაუბროთ. ევროკავშირი და ბრიტანეთი მე მგონი წყლარდებიან, მშვიდდებიან. ამ დროს ზელენსკისთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე წინა საღამოს ტრამპი ესაუბრება პუტინს. სატელეფონო საუბარი გაიმართა მათ შორის, როგორც თქვენ ძალიან ნაყოფიერი და ისინი შეთანხმდნენ შეხვედრაზე. მეორე დღეს ჩადის ზელენსკი, როგორც იყო შეთანხმებული ცეცხლსახში და გაირკვა, რომ ის ტომაჰავკებს არ გადასცემს თურმე ჩვენ თვითონ გჭირდებაო, თქვა ტრამპმა. ამის პარალელურად ვიცით, რომ ევროკავშირი ემზადება რუსეთთან ომისთვის, ამბობენ, რომ მზად იქნებიან 60 წელიწადში და გაუწევენ წინააღმდეგობას. არ ვიცი ხა რუსეთი დაესხმება თავს თუ ესენი დაესხმებიან რუსეთს, მაგრამ საომრად არიან მზად. და ამის პარალელურად რა და ამ ფონზე რაც ყველაზე ტრაგიკულია, მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, აი უკრაინის ფრონტის ხაზზე, რომელიც უკვე 1000 კილომეტრს ძლება, ხო, რამდენადაც მე ვიცი და უკრაინა ნელ-ნელა, მაგრამ კარგავს ტერიტორიებს, იღუპებიან ადამიანები, მოდის ზამთარი და ცოცხლად გადარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობაც და ვითარებაც არ არის მსუბუქი. და ამ დროს ჩვენ ვიგებთ, რომ თეთრმა სახლმა უცებ მოუხსნა შეზღუდვა უკრაინას და მას შეუძლია შორი მოქმედების შეარაღება გამოიყენოს უკვე აი ამ რუსეთ-უკრაინის ომში. და კიდევ ერთი ინფორმაცია წავიკითხეს კომერსანტმა Wall Street Journal-ზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ თეთრმა სახლმა აი ეს მართვა აი ამ შეიარაღების შორი მოქმედების, ასე ვთქვათ, რაკეტების გადასცა პენტაგონიდან ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სარდლობას. ანუ რა გამოდის, ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატები დაუმიზნებს და უკრაინის ტერიტორიიდან ისვრიან, ან რომელ რაკეტებზეა ლაპარაკი? აქვთ ეს რაკეტები უკრაინას? მე მექმნება ბატონო თემურ შთაბეჭდილება, რომ რაღაცა პოლიტიკური განცხადებები, რაღაც თვითონ გადაწყვეტილებებს იღებენ და ეს არის თვალის ასახვევად. სინამდვილეში ამის უკან სულ სხვა პროცესი მიმდინარეობს. თუ შეიძლება ამოვიკითხოთ, უკვე ეს რაღაცა გამოჩნდა. თუ შეიძლება ამოვიკითხოთ, რომ ამ ერთი შეხედვით არმაგედონული სცენარის უკან რეალურად რა შეიძლება, რა პოლიტიკური პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს. კი ბატონო, მოგესალმებით, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, მე ვესალმები ტელემოყურებელს და რადიო მსმენელებს. ფაქტიურად თქვენ თვითონ გაეცეთ პასუხი. თავარი ახლა რა გახდა, იცით? თავარი გახდა ის, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიო საზოგადოება როგორ არ იქონს დამარცხებული ვინ არის. დამარცხებული არ უნდა იყოს შეერთებულ შტატებს, დამარცხებული არ უნდა იყოს უკრაინას, არც ერთს არ უნდა და არც ევროპას არ უნდა იყოს დამარცხებული. საბოლოო ჯამში მოდით ეს ვთქვათ ღიად, როდესაც დავუშვათ თუ დავხატავთ სურათს, რომ კაპიტულაცია მოხდა ვთქვათ უკრაინის მხრიდან და რუსეთი გამარჯვებულად ჩაითვალა. როგორ ჩანს ეს წარმოიდგინეთ, რუსეთმა ომი მოუგო მთელ ნატოს. ხვალ არ იქნება. და ჩვენთვისაც არ არის ეს კარგი თუ რუსეთი ასეთ იმას რწმუნებას მიიღებს თავის თავში, ხო? მისი დამოკიდებულება ჩვენ დამიც არ იქნება. მოდით ასე ვთქვათ, რომ წონასწორობის ფორმულის მიხედვით არავის არ უნდა აწყობდეს, რომ გამოიკვეთოს რომელიღაცა ჰეგემონი, რომელიც სასწორის მეორე მხარეზე ფაქტიურად სარიალ ხო, დიახ. ეს ბევრ რამეს არღვევს, იმიტომ რომ აქ არ არის უკვე ამის შემდეგ ეს არასწორი როგორ ვიტყვათ, არასწორი წონასწორობა გადადის მე ეკონომიკაზე, გეოპოლიტიკაზე, ყველაფერზე გადადის. შესაბამისად ის რომ შეთანხმება მოხდეს გარკვეულწილად კულუარებში, რომლის შემდეგაც ჩამოყალიბდებიან თუ როგორ უნდა იყოს წონასწორობის მოდელი, ამის შემდეგ იქნება უფრო ზუსტი გადაწყვეტილებები მიღებული. აი თუ დავაკვირდებით იგივე ტრამპის განცხადებას, რომ ჩვენ მივცემთ დამაგავკებს, ერთ კვირაში უკვე იცვლება ეს სურათი, ერთი კვირის შემდეგ გამოდის, რომ არა ჩვენ გვჭირდება, არ მივცემთ. ერთის მხრივ ბევრი ანალიტიკოსი ამს რო იცით რა ტრამპი ესე თამაშობს შემდეგ, მაგრამ სერიოზული სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული იმიჯს ეს არტყავს ძალიან ძლიერად. ანუ შენ სიტყვას ფასი არ აქვს. კი, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების
არა მარტო პრეზიდენტის, არამედ ადმინისტრაციის წევრების განცხადებებს შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ფასი არ აქვს, ვიდრე არ ვნახავთ მოქმედებებში რა გადადის. ამიტომ ყველაზე სწორი ანალიზისთვის არა ის, ვინ რას აცხადებს, არამედ ის, თუ რომელ დროში და რა სივრცეში რა იცვლება რეალურად. ანუ მოქმედებათა რეალური სურათი. ხო, ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, რომ აი ამ პოლიტიკოსთა განცხადებებს პირადად ჩემთვის მაგალითად იმისთვის რომ მე ანალიზი გავაკეთო რაღაცა საკითხთან დაკავშირებით, არავითარი წონა არ გააჩნია, უყურებ მოქმედებები სად და როგორი მოქმედებები მიმდინარეობს. ამ მოქმედებები თუ შევაფასებ, ფაქტიურად გამოდის, რომ რუსეთს აქვს მოდი ასე ვთქვათ ნება დართული გარკვეულ საზღვრამდე მისვლის, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ შეუძლია თუ არა რუსეთს ესო მისწრა, რა თქმა უნდა შეუძლია. მაგრამ ეს უნდა წავიდეს ძალიან ინტენსიური დამობის, რომელსაც მოყვება ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი. რაც შემდეგ მოქმედებებს ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ რუსეთის იმიჯი მსოფლიოში იქნება მიწასთან გასწორებული. იმისთვის რომ უკრაინასთან ურთიერთობები შეინარჩუნო გარკვეულწილად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს. იმისთვის რომ შემდეგ იქ კონდეს სიტყვის თქმის უფლება და რაღაცების დაალაგების უფლება, უნდა მოქმედებები განახორციელოს ძალიან ფრთხილად. ხო და აი ამ სიფრთხილეში თუ უკრაინა შეეშლება და გამოიყენებს შორი მანძილის რაკეტებს, მაშინ რუსეთი ამას უპასუხებს ანალოგიურად და მერწმუნეთ რომ ეს იქნება მართველი მართვის წერტილების სრული განადგურება. ამას მოყვება მთელი ენერგოსისტემის პრინციპში მიწასთან გასწორება და თუ გაგრძელდა ამის შემდეგ უკრაინის მხრიდან ისევ აქტიური მოქმედებები, მერე ის გადავა უკვე აგრეთ წოდებულ დაუნდებელ მოქმედებებზე. იმიტომ ქვია ამ მოქმედებათა სისტემას სპეციალური ოპერაცია, რომელშიც ომის წესები არ მუშაობს. ერთმანეთს რომ ომი გამოუცხადონ, მაშინ უკვე სულ სხვა იერარქი მოქმედებს და სულ სხვა საომარი მოქმედების წესები. და დღემდე მიუხედავად ამ ყველაფრის უკრაინაც ეგუება იმას, რომ ეს ომი კი არ არის, ეს სპეცოპერაცია, ანუ მოქმედებათა სცენარს ქვია არა საომარი მდგომარეობა, არა ომი რუსეთსა და უკრაინის შორის, არამედ სპეცოპერაცია. მათ შორის ინარჩუნებენ ენერგომატარებლების შესყიდვის შემოვლით თუ არ აქვს მნიშვნელობა გზებს. მათ შორის ევროპის ძალიან ბევრი კომპანია, ევროპული სერიოზული ბრენდები ისევ მუშაობენ რუსეთში და არგუმენტები აქვს ძალიან ბევრი, ვითომ ამას რაც ჰუმანიტარული თუ 1000 რაღაცა შეიძლება ამას უწოდონ. საბოლოო ჯამში სურათი დადის იქამდე, რომ შეერთებული შტატები გამოვიდეს ამ ომში არც გამარჯვებული, მაგრამ არც დამარცხებული, მათ შეუძლიათ დააბრალონ უკრაინას, რომ ჩვენ მათ ვაძლევდით იარაღს, მაგრამ იმის გამო, რომ იქ არის კორუფცია, ეს არის საშემდეგ და შემდეგ, ჩვენ შევწყვიტეთ დახმარება და შესაბამისად უკრაინამ იმიტომ წააგო ეს ომი, ჩვენ ყოველთვის დავეხმარებოდით, რომ არ შეგვემჩნია ეს, რო იტყვიან, უკანონობა, ანუ კორუფცია და ძალიან დიდი, ესე იგი, რო იტყვიან, არა სახელმწიფოებრივი მოქმედებები, რადგან ეს არ არის სხვა ქვეყნებში და სხვა ბაზრებში ზეწხვდება. რაც შეეხება ევროპას, ესე იგი, ევროპამ აიღო თავის თავზე ვალდებულება, მაგრამ არ შეასრულა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზება იყო, რომ იარაღს მე კი არ ვაძლევ, არ მედვყიდი და მესამე რუსეთის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ასეთი ტიპის რაკეტები იქნება გამოყენებული, რომელსაც მართავს ამერიკის შეერთებული შტატების მართვითი ცენტრები, ჩვენ ამას აღვქვათ, როგორც ამერიკის პირდაპირ მოქმედება, საომარი მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, რუსეთის რეაქცია ამაზე როგორი იქნება, ნუ ყველამ კარგად ვიცით. აი ეს არის საბოლოო ჯამში სურათი და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში უკრაინას დაბრალდება აი ამ კორუფციის გამო, ესე იგი, ვერ დახმარება და არ დახმარება. ევროპას რეალურად არ შეუძლია არანაირი მხოლოდ რიტორიკაა, რომ ისინი დაეხმარებიან და ასე შემდეგ და ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება აქედან გამოვიდეს სუფთად და დაალაგოს უკრაინის რო იტყვიან გაყოფის სცენარი, ვის რა შეხვდება, აი ამ ნაწილში იქნება შეთანხმება. ისე რომ ეს გარდაუვალია. ეს გაათხოვთა შორის ეს ვერაფრით ვერ გავიგე მე, ეს რას ნიშნავს, რომ ნება დართო
ნებადართო დოკუმენტი არ გვინახავს, მხოლოდ მედია ამბობს ამას, ხო მედია საშუალება. დოკუმენტი არ გვინახავს და ამ დროს მითითებული არის, რომ გადაეცა ამისი მართვა, კოორდინირება პენტაგონიდან ევროპის სარდლობას. ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების. აი ეს ვისი ყურისთვის არის ჩვენთვის, რომ აი როგორ ზრუნავს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაზე, თუ ვის რა როგორ უნდა გავიგოთ ამ საქმეში არ შეხედული ადამიანების არის ეს განცხადება გაკეთებული. ჩვენთვის რომ ევროპაში ვიესბადენში არის ყველაზე დიდი ნატოს ყველაზე დიდი ბაზა. აქედან გამომდინარე ესე იგი აი ეს ვითომ გადაცემის გადმოცემის ეგ არის მოდეს ვთქვათ სპექტაკლი, თუმცა ამას არც რუსეთი ჭამს და არც ევროპა, მაგრამ საზოგადოებაზე პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით, იმიტომ რომ უწევს ტრამპს გაითვალისწინოს რა რეაქციები მოძებს თვითონ ამერიკის მოსახლეობაში მის ამა თუ იმ საგარეო გადაწყვეტილებას. თქვენთვის რომ იქ სიტუაცია არც თუ ისეთი კარგია. თქვენთვის რომ უკვე არაერთ ქალაქში მოუწია მან სამხედრო ძალების გამოგვარდიის გამოყენება. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ანალიტიკოსმა თქვა, რომ ის რა ეხლა ეს ბოლო ძალიან დიდი გამოსვლები რომ იყო ტრამპის წინააღმდეგ, რომ ეს ტრამპისთვის პირიქით პიარია და ასე შემდეგ, საპროტესტო აქცია პიარი არ არის. ერთადერთი რაც რეალურია არის ის, რომ ეს ძალები არის ეგრეთ წოდებული ულტრალიბერალური ძალები, რომლებიც მსოფლიოში უკვე ყველგან მარცხს განიცდიან. ანუ მოდით ასე ვთქვათ, კონსერვატორებს სხვა ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ ეს ის ძალა, რომელსაც შეიძლება მართლა თავსლაფი დაასხა და მათ დაიმსახურეს თავსლაფის დასხმა, ამიტომ მათი პროტესტი, როგორც აი ჩვენთან ქუჩაში დღეს პროტესტი აღიქმება არასერიოზული ადამიანების, საქმეში ჩაუხედავი ადამიანების, უფრო მეტიც როგორ გითხრათ, ანგაჟირებული და ბევრ შემთხვევაში იყენებენ სიტყვას, რომ ტვინ გამორიცხილთა აქციებს ეძახიან ამას. მსგავსი წარმოდგენა აქვთ იმ ადამიანებზე, რომელსაც ახლახან ჰქონდათ საპროტესტო აქციები ტრამპის წინააღმდეგ. ანუ შეერთებული შტატების მოდით ასე ვთქვათ, უმრავლესობა აბსოლუტურ უმრავლესობა მხარს არ უჭერს აი ამ ნეოლიბერალურ ძალებს. ამიტომ ტრამპისთვის ეგ სანერვიულო არ არის, მისთვის მნიშვნელოვანია მეორე ძალები და მათი რაოდენობა, მოდით ვთქვათ, პროპორციული შეფარდება ამ ძალებსა და ჯანმრთელ ძალებს შორის. რასაც ის კონსერვატორულ ძალებს ეძახის, რასაც ეძახის ტრადიციულ ძალებს, რასაც ეძახის, ესე იგი, ფასეულობებზე ორიენტირებულ ძალებს და ასე შემდეგ. ისე რომ მისთვის მნიშვნელოვანი ეს ძალებია და შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს პრობლემის გარეშე იმ ძალებს, რომელსაც ნეოლიბერალური ძალები ქვია. და მათ ეს კონსერვატორული ძალები ამერიკის შეერთებულ შტატებში ელიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამოვა გამარჯვებული, მათ უნდათ რომ ჩაერთოს ომში რამენაირად ამერიკის თუ სპეცოპერაციაში. ნეოკონსერვატორებს უნდათ. იმიტომ რომ ნეოკონები ეგრეთ წოდებული მათი ძირითადი სტრატეგია არის სწორედ ძალის მეშვეობით სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები აიძულო, გაიზიარონ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა და ეს ხდება მხოლოდ სამხედრო ძალების გამოყენებით. ანუ ნეოკონების იდეოლოგია ის, რომ სოფლიოს თითქმის 800 წელიწადში არის სამხედრო ბაზები განლაგებული და ყველგან არის განლაგებული, სადაც კი რამე მოიპოვება, სადაც კი გარიგება რომ იტყვიან, ესე იგი მართლობით ძალებს. ოღონდ შეფუთულია დემოკრატია რომ დაიცვა. შეფუთულია ეგრე. ამიტომ ნეოკონების სტრატეგია არ იცვლება. შესაბამისად ამას ჭირდება სამხედრო და საომარი მოქმედება, სამხედრო მრეწველობა და საომარი მოქმედებათა სცენარები, ისე რომ მათთვის ეს ნორმალურია. თუმცა უკრაინის შემთხვევა ცოტათი განსხვავებულია იმ გაგებით, რომ ზოგი უკრაინას უყურებს როგორც მოდი ასე ვთქვათ დიდ ბაზარს და დიდი რესურსების არეალს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებმა შეიძლება მიიღოს დიდი სარგებელი იმის სანაცვლოდ, რომ შეერთებული შტატები დაეხმარა უკრაინას, მოდი ასე ვთქვათ, ასეულობით მილიარდით აი ამ ომის წარმოებისთვის. ანუ მათ პრეტენზია ექნებათ ეკონომიკურ მოდელებზე, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, მათ შორის რომ იტყვიან
ბიზნესების პორტირების ევროპიდან უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ვის იქნება ეს წარმოება და როგორ ეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ამ შემთხვევაში უკრაინის მოსახლეობა განიხილება როგორც პასიური ეკონომიკური აქტივი, ანუ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ დასაქმებული იქნებიან მათი კაპიტალის სამართავად, მაგრამ არა როგორც კაპიტალის მფლობელებად. რაც მე ვიტყოდი 21 საუკუნის მონობის ფორმაა, თუ ეკონომიკური სივრცე გეკუთვნის შენ და ადგილობრივი მოსახლეობა გამოყენებულია როგორც მხოლოდ შრომითი რესურსი, შრომითი ძალა. ანუ მოდი ასე ვთქვათ, თანამედროვე მონათმფლობელური ფორმა. ისე როგორც აფრიკის ბევრ ქვეყანაში აკეთებენ ამას, ისე როგორც სოფლიოში სადაც კი ხელი მიუძლებათ. დიახ, აბანტემ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით და გველოდეთ. ჩვენ ბრუნდებით ეთერში, განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, თემურ მაისურაძესთან ერთად. ბატონო თემურ, ბოლო-ბოლო ხვდებიან თუ არ ხვდებიან ერთმანეთს ტრამპი და პუტინი ბუდაპეშტში და პოლონეთი რატომ იმუქრება, რომ შეიძლება დასვან პოლონეთის ტერიტორიაზე და რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი და საერთოდაც ცოტა უხერხულია რა თვითონ სადაც უნდა იქ შეხვდებიან პუტინს, სადაც უნდა იქ ჩავა პუტინი და რაღაცა მე მეტყვიან აქ რომ მეორადი მანქანები არ გაყიდო და ორივე დროში არიშოო ამოწყდი მშიერიო. ცოტა ხო ისეთია უხერხული ამბავია. ეს შეხვედრა ბოლოს და ბოლოს შეხვდებიან ერთმანეთს, არ შეხვდებიან, იმიტომ რომ ახაც მაგალითად მე ჩემს შტაბ-ეშტილებას გეტყვით, სანამ თქვენ პასუხს გამცემთ ამ შეკითხვაზე, რომ მე მგონია რომ ისე შეხვდებიან და იმ დროს არავის არ ეცოდინება და ეს ისევ დამაბნეველი ინფორმაციაა, რომ თქოს გადაიფიქრეს შეხვედრა, მე მოიფიქრეს შეხვედრა და უცებ მე მგონი რომ დაშორდებიან ერთმანეთს შეხვედრის შემდეგ მე გავიგებ ჩვენ რომ შეხვედრილან. თუ ეხლა ძალიან ფანტაზიებში წავედი მე. ნუ, როდესაც მსოფლიო ამხელა გამადიდებლით უყურებს ამ პროცესებს და ამ შემდეგ, ეგეთი პარული შეხვედრა უფრო არასასარგებლო იქნება, ვიდრე ღია შეხვედრა. მაგრამ მათი, მოდი ასე ვთქვათ, კომუნიკაცია იქნება ბევრად უფრო ხშირი, ბევრად შეუძლიათ თქვან, რომ არ თქვან უბრალოდ მათ სატელეფონო საუბრები ზოგჯერ განაცხადონ ამის შესახებ, ზოგჯერ არა, მაგრამ თავარია რომ დაალაგდნენ შეხვედრის თემა რა უნდა იყოს. ნახეთ, თუ შეხვედრა იქნებოდა ისევ ნაჩქარევი და კიდევ ხო უშედეგოდ დამთავრდებოდა როგორც დაუშვა წინა შეხვედრა, რომელსაც არ მოყვა არაფერი. თქვენ ფიქრობთ რომ არაფერი მოყვა, ვერაფერში შეთანხმდნენ ალასკაზე? რა თქმა უნდა, რაღაცაში შეთანხმდნენ, რაღაცაში კი არა, ბევრ ამის შეთანხმდებოდნენ, მაგრამ იქნებოდა საკითხები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების განხილვის გარეშე არ იქნებოდა სწორი რომ ხო გადაეწყვეტა პირობითად ვთქვათ ტრამპს. ანალოგიურად პუტინს, რომელიც დაკავშირებული არის ძალიან ბევრ სხვა საკითხებთან. შესაბამისად, ლაპარაკი შეიძლება, საუბარი შეიძლება შედგა, მაგრამ გადაწყვეტილებები ბევრ რამეზე ვერ იქნებოდა მიღებული. ამიტომ მოხდა ამ ყველაფრის მაშინდელი ანოგრის ალიასკის შეხვედრის დეტალების კორექტირება, ახალი შეიძლება მოდი ასე ვთქვათ შესაძახმებელი საკითხების გამჟღავნება იმის შემდეგ რაც რეალურად ესე იგი უკრაინას აწყობს არ აწყობს, მაგრამ უფრო მოდი ასე ვთქვათ რითი შეიძლება ფინალი დამთავრდეს. ანუ სკანდალური იქნება ფინალი, თუ ფინალი იქნება ისეთი, რომელიც იქნება დაახლოებით დაუშვათ ტაშის ღირსი. ვფიქრობ რომ იმის გამო რომ მეორე შეხვედრა, ესეთი მეორე შეხვედრა არ ყოფილიყო ისევ არაფრის მომცემი, რაღაცა დეტალები იქნა ალბათ უფრო დასაზუსტებელი, იმიტომ რომ აქ ნაჩქარევი შეხვედრა, უბრალოდ ურეზულტატო შეხვედრა, უფრო მოდი ასე ვთქვათ დისკრედიტაციას გაუწევს, აი ამ და უიმედობას უფრო მეც გამოიწევს, ვიდრე რაღაცა შედეგებზე გასვლა. მით უმეტეს რომ ჩვენ ვიცით რომ რუსეთთან, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსების შორის დაალაგებული საკითხები ამავე დროს კვეთაში მოდის ჩინეთთან, რომელიც მათ თითქოს საუბარში არ ჩანს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხარისთვისაც და მეორე. ანუ ამ შეთანხმებას როგორი რეაქცია მოყვება ჩინეთში? ანუ ჩინეთის მმართველი რგოლი როგორ შეაფასებს მაგალითად რუსეთის მხრიდან შეთანხმებას, ღალატად ჩაუთვლის თუ არა პირობითად ვთქვათ ჩინეთი, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩინეთი
ისეთივე და შეიძლება რაღაცა მიმართულებებში უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე დაუშვათ რუსეთთან. რუსეთთან რა შეიძლება ჩაუთვალოს ღალატად რუსეთს ჩინეთმა, ამერიკასთან მაგალითად ის რომ ჩინეთი სანქციების მიუხედავად დათანხმდა რუსეთიდან დიდი რაოდენობით ენერგომატარებლების შეძენას, ისინი შეთანხმდნენ იმაში, რომ თუ ესე იგი რუსეთს დაჭირდება შესაძლებელია ჩინეთი საომარ სცენარებშიც მოეხმაროს მათ შორის შეიარაღებაში და თუ ესე იგი შეამჩნია ჩინეთმა რომ რუსეთის სხვა თამარ საწარმოებს შეერთებული შტატებთან აი ეს მომენტი შეიძლება უკვე საზიანო აღმოჩნდეს და მე პირდაპირ მოლაპარაკებელს წავიდეს უკვე ჩინეთის შეერთებული შტატებთან ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ამოცანა იქნება ის რომ მათ შორის ურთიერთობა გახლეჩოს ანუ რუსეთსა და ჩინეთს შორის ანუ ეს დაარტყავს BRICS შოს და ყველა იმ პროექტს რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება როგორც ალტერნატივა მსოფლიო სასაქონლო და საფონდო ბირჟების ახლებურ რეალობაში დასანახად მათ შორის სატრანსპორტო მიმართულებით იმიტომ რომ დღეს გადაზიდვები ფაქტურად მოდი ეს ვთქვათ ინგლისის და შეერთებული შტატების ინტერესებს არის მორგებული მეორე მხრივ თუ საყვალო გახდება ეს გადაზიდვები ეგრეთ წოდებული ერთი გზა ერთი სარტყელი მაშინ ფაქტიურად ზარალდება ძალიან ბევრი კომპანია მათ შორის სადაზღვევო კომპანიები რომლებიც აი ამ გადაზიდვების რო იტყვან დაზღვევებს აწარმოებენ და რო იტყვან ამოვარდება ყველა ის რგოლი რომელიც აძვირებს ცხოვრებას და მიზიდველობა ყველა სხვა ქვეყნის, რომლებიც აფრიკის ქვეყნები დავარქვათ, უგნებავთ სამხრეთ ამერიკის და შემდეგ, რომლებიც დღევანდელ ურთიერთობებში თვლიან, რომ როგორც ვალუტის კონვერტაციაში, აი ამ მომენტში, როდესაც ჩვენ დოლარი უნდა შეიძინო, იმის რომ საერთო სავაჭრო მოთამაშე იყო, მათ შორის საფონდო ბირჟებზე მონაწილეობა მიიღო ყველა შემთხვევაში დოლარზე. აქ უკვე გაჩნდება ბევრად უფრო იაფი და ბევრად უფრო მომგებიანი შესაძლებლობები, როგორც ფასიანი ქაღალდების და ესე იგი ეგრეთ წოდებული საფონდო ბირჟებზე მონაწილეობის, ასევე სასაქონლო ბირჟებზე მონაწილეობის და მათ შორის გადაზიდვებზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე შეერთებული შტატებისთვის, იმიტომ რომ ამას მოყვება დოლარის ფაქტიურად მოდი ასე ვთქვათ ჩამოქცევა, ეგრეთ წოდებული საპნის ბუშტის პრინციპის უარყოფითი მოქმედება, იმიტომ რომ ნუ აი მაგალითს მოგიყვანთ, პირობითად ვთქვათ, რომ ავიღოთ Facebook-ი, ხო? Facebook-ის მაგალითად დავუშვათ ახლა რომ მოდი ასე ვთქვათ ვინმე მოიდომოს მისი შეძენა, ეს რამოდენიმე ასეული მილიარდია, იმიტომ რომ მისი შეფასება მიდის აი მისი უფრო იმიჯის, ვიდრე მისი რეალური ღირებულების. ანუ მოდი ასე ვთქვათ, გაბერილი ღირებულების საფონდო ბირჟებზე. აქ უფრო ავტორიტეტი მუშაობს, ვიდრე მისი რეალური. ანუ Facebook-ის სერვერები და მისი რეალური მატერიალური ღირებულება შეიძლება იყოს რამოდენიმე ასეული მილიონი. მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება აი სწორედ მაგ საპნის ბუშტის პრინციპის გამოყენებით არის რამოდენიმე შეიძლება ასეული მილიარდი. და აი ეს ყველაფერი ჩამოიშლება თუ მაგალითად პირობითად ტრამპის ერთ განცხადებას შეუძლია 15-7-10% მაგალითად იგივე ილონ მასკის აქციების უცბად გაუფასურებაზე იმოქმედოს ეს ხომ უკვე ფაქტია რომ მისი რეალური მატერიალური ღირებულება არის როგორ გითხრათ უფრო ბრენდული ვიდრე რეალური. მე უფრო მარტივ მაგალითს მოვიტან, აი ვიღაცის საღეჭი რეზინა რო იყიდება აუქციონებზე, რამდენიმე ათეულ. ან იგივე ზოგიერთი ნახატი რომელიც შეიძლება. აი მარტივად წარმოვიდგინოთ, რომ მე მაგალითად დავხატე რაღაცა ნახატი და არ ვარ ცნობილი და ჩემი ნახატი მაგალითად რო გავიტანო ბაზარზე 10 ლარიც არ არის. და წარმოვიდგინოთ რომ ვიღაცა მილიონერი არის ჩემი მეგობარი ილონ მასკთან მივედი პირობითად და ვეუბნები მოდი რა ილონ მე აქ იმაზე აუქციონზე გავიტან ჩემ ნახატს და 5 მილიონი ის ხო ამ ფულს უკან დაგიბრუნებ შენმე ოღონდ იმიჯი შემექმნება ხო ილონ მასკი გადაიხდის ამაში 5 მილიონს მეორე დღეს იმ თანხას უკან დაებრუნებს მაგრამ მე გამოვდივარ მხატვარი რომლის ნახატიც ილონ მასკმა 5 მილიონად და შემდეგ ნახატს 10 მილიონად გაყიდე შემდეგ ნახატს გავყიდე 10 მილიონად აი ეს შეიძლება წილში ჩაისვათ ილონ მასკიც გაყიდული შეიძლება ილონ მასკიც წილში ჩავისვათ ამიტომ აი ესეთნაირი მიდგომები რომ ეთქვან დღევანდელ საბაზრო ურთიერთობებს ახასიათებს და ყველაზე მაგრად ამ რო ეთქვან გაწორთნილი მაგნატილში არის შეერთებული შტატების სასაქონლო და საფონდო ბირჟები რომლებიც
ბრენდის ხარჯზეა უკვე რაღაც კატასტროფულ ფასებში გასული და არა იმის, რაც ის რეალურად მატერიალურად შეიძლება ღირდეს. ისე რომ უცბად ჩამოიშლება ეს ყველაფერი, რაც დამანგრეველი იქნება შეერთებული შტატებისთვის, ეს ესმის შტატებში ყველას, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო და რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ამას უფრთხილდება თვითონ რუსეთიც, ამას უფრთხილდება თვითონ ჩინეთიც, ერთადერთი ვინც არ უფრთხილდება და რომელსაც სწორედაც რომ მათ შორის ურთიერთობა უნდა რომ როგორმე გააფუჭოს, ეს არის შეერთებული შტატები. თქვათ რუსეთთან რაღაცნაირად მოაგვარა თუ დაამარცხა თქვათ რუსეთი მოდელირებას ვაკეთებ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ერთად ანუ დასავლეთმა და შეუკვეცეს ფრთები უკრაინაში. ჩინეთს როგორ უნდა შეუკვეცონ ფრთები? საქმეც მაგაშია რომ აი თუნდაც დაიწყოს ტაივანის ომი, აი ჩინეთს ეს თქვათ უკრაინა არის რო დავხედოთ კიდეც ხო რუკას. ეს არის ევროპაში, შუაგულ ევროპაში, ეს არის ახლოს, სულ სხვა სიტუაცია. აი იქ რომც დაიწყოს კიდეც ტაივანთან რა იმ საომარი მოქმედებები, როგორ შეიძლება ავნოს ჩინეთს შეერთებულმა შტატებმა ისე, რომ მას ჩაუშალოს მისი პოლიტიკის გატარება. ნახეთ საქმეც მაგაშია რომ ეგ რომ მოხდეს კიდეც პირობითად ვთქვათ რომ რუსეთი ძალიან დასუსტდა. ამ ვითარებაში დამარცხებული რუსეთი უფრო საშიში იქნება და უფრო მეტად იმოქმედებს ჩინეთთან ერთად ამერიკის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ გაბრაზებულია დამარცხებით, გაბრაზებულია შედეგით და შეიძლება ისეთ დათმობებზე წავიდეს ჩინეთთან, რომელზეც დღეს არც ერთ შემთხვევაში არ წავიდოდა და ამან პირიქით უფრო შეიძლება გაამყაროს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა. აი სწორედ მაგ მიდგომა. ისე რომ ასე ამერიკაც კარგი დილემის წინაშე დგას მაშინ, რა თქმა უნდა. ამერიკა დგას აი ამ სირთულის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ბოლო წლებში, მოდი ასე ვთქვათ, დაწყებული ბაიდენით, ობამათი და ასე შემდეგ, ყოველთვის იყო, ну, როგორ გითხრათ, არაადეკვატური მოქმედებები შეერთებული შტატების. შეჩოული იყვნენ რომ მათ შეუძლიათ მათრახის და პრიანიკის უпроსორად პერისა და თაფლაკვერის პრინციპი გამოიყენონ ყველგან და ყოველთვის, მაგრამ ხო იცით კოკა ყოველთვის წყალს მოიტანს და აი ეგ შედეგი დადგა. ანუ იმდენად დაჯამდა მათი ეს მე ყველაფრის უფლება მაქვს, მაგრამ თქვენ არაფრის უფლება არ გაქვთ, რომ უკვე ამან გააღიზიანა მთელი მსოფლიო. ნახეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რო იტყვიან მამა, ასე ვთქვათ, და ინიციატორი იყვნენ ანგლოსაქსები. თუ კი ვინმე ამ წესებს არ ღვევს არიან ეგენი. თუ კი ვინმე სანქციას უყენებს საერთაშორისო სამართლის ყველანაირი სამართლის დარღვევით, ეს არის შეერთებული შტატები და ეს არის ინგლისი. ანუ მოდი ასე ვთქვათ, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ამ შეთანხმებების დარღვევებს ხედავენ ყოველწუთს და ყველა ნაბიჯზე, მათ დაინახეს, ესე იგი, რეალური სახე ამ ქვეყნების, ის რა ხდება მსოფლიო სასაქონლო საფონდო ბირჟებზე და ყველა ეძებდა გარკვეულ ალტერნატივას. უკრაინა-რუსეთის ომმა აი ამ ფარდებს რომ იტყვიან, ამ ფარდების ჩამოგლეჯა გამოიწვია, მათი რეალური სახის გამოჩენა და ახალი ალტერნატივების არსებობის შესაძლებლობა. შესაბამისად, დაუბრუნდა ისევ იმ ძველ მოდელს აღარავის აღარ უნდა. და მისწრაფება ახალი მოდელისკენ ბევრად უფრო დიდია, ვიდრე დაუბრუნდა ძველ მოდელს. ფიქრობ, რომ შეერთებული შტატები ისევ აგრძელებს მაგას, 100%-იანი საბაჟო ტარიფები, იმას 500%-იანი და შემდეგ, რაც ამას დახვეწა იმას ჩამოხჭება. ხო. და ახლა თუ ადამიანურ დონეზე, პირობითად არამსუ სახელმწიფო ადამიანურ დონეზე აუტანელი, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, მე შენ ამას და წარმოიდგინეთ როგორია. ეს კონტრპროდუქტიულია ყოველთვის. კი, მაგრამ აქამდე ეს მუშაობდა ძალიან მაგრად. თან ამას ღიათ არ ამბობდნენ. აი მაგალითად, ყველა სახსოვს საქართველოს პარლამენტში და მთავრობასთან მათი ამერიკის თუ ევროპის ელჩების შემოვარდნები კოჰაბიტაციაზე და უამრავ მსგავს საკითხებზე. მაგალითად კოჰაბიტაციის საკითხი, მათი მოთხოვნა იყო 2013 წელსვე დასაწყისში. მაშინვე კი ბატონო. და ინტერპრეტაცია იყო ესეთი, რომ თუ თქვენ დაიწყებთ, ესე იგი ნაციონალური მოძრაობის წევრების გასამართლებას და შემდეგ გამოდის, რომ ჩვენ ამერიკა და ევროპა კრიმინალებთან თანამშრომლობდით, ხო? რა თქმა უნდა.
ხო და დიდი ბოდიში, ესე იგი, აი ხო ხედავთ საიდან იწყება ეს ხობა და როდესაც შენ სახელმწიფოებრობა ჯერ არა გაქვს იმ დონეზე ეკონომიკური სისტემა და მით უმეტეს ჩაკეტილი გაქვს საერთაშორისო ურთიერთობები და ყველაფერს ბრიუსელის მეშვეობით აკეთებ, არ გაქვს შენ იმისი ფუფუნება, რომ გადაწყვეტილება მიიღო ის რაც სწორია, იძულებული ხარ ჩაყვე და ეძებო დრო და მომენტი, როდის შეიძლება ამ სიტუაციიდან დააღწიო თავი. ასე იყო ჩვენი ისტორია მუდამ. კი ბატონო. ყველა დაპყრობის მე არ ვადარებ, მაგრამ აი რამდენ ხანს ემზადებოდა დიდგორისთვის დავითი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იგივე გიორგი ბრწყინვალიც როდის შეუწყვიტა ხარკი. გეთახმებით. ამიტომ ნახეთ რა არის გამოთქმა, რომ ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს, არის არასწორი. არასწორი, მე გეთახმები. გონივრულ ბრძოლას აქვს აზრი, მხოლოდ და მხოლოდ გონივრულს. არაგონივრულ ბრძოლას მხოლოდ და მხოლოდ მოაქვს სიკვდილი, დამარცხება და განადგურება. დიახ. და აი ამ კონფიგურაციაში, უბრალოდ აი ამ მიმდინარე პროცესში და იმ კონფიგურაციაში, რომელიც ამ მიმდინარე პროცესში იკვეთება, ჩვენ რა როლი და ადგილი გვაქვს და რით შეიძლება დავზიანდეთ? ან ვიხეიროთ? მიმდინარე პროცესში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ როგორ გითხრათ ჩვენივე მოქმედებით დავიზიანოთ თავი ან ვიხეიროთ. არასწორი მოქმედებები აუცილებლად დაანგრევს ჩვენ სახელმწიფოს, მაგრამ გონივრულ მოქმედებათა სისტემაში ჩვენ ნახავთ ძალიან დიდ სარგებელს. რა მაქვს ხედველობაში? იმის გამო, აი გავიხსენოთ 90-იანი წლები. როდესაც შემოვიხეთ ყველაფერი და საბჭოთა კავშირში ჩვენ ვანგრევთ თავისუფლება და დემოკრატია, და უნდა მოვიპოვოთ ეს. რა ყოფილიყავით არ დაინგრეოდა საბჭოთა კავშირი? ხო, აი ნახეთ რა არის მოქმედება და თავისუფლებისთვის ბრძოლა შეიძლება სწორია, მაგრამ როდის და ვისთან ბრძოლა? ანუ ჩვენ ეს მხოლოდ ემოციებით გავაკეთეთ და როგორი იყო იგივე დასავლეთის დამოკიდებულება, რამდენად ისინი სწორედაც რომ ჩვენ გამოყენებას აპირებდნენ, ის რომ ჩვენი მაშინდელი მმართველობა არ დაგვიწყდეს რომ ჰელსინკის ჯგუფის რო იყვნენ მიმდევრები იყვნენ და ჰელსინკი ძალიან კარგად ვიცით რას აკეთებს თემ სოფლიოში ჰელსინკის ჯგუფი, მათ შორის იმ სახარავთან ჩახუტება, რომელიც მოდი ასე ვთქვათ ნეოლიბერალური მიმართულების და ჰელსინკის ჯგუფის მართვის იყო. ხო, რა თქმა უნდა, აი ნახეთ რა არის ჩვენ რომ ეს არ ვიცოდით, ადამიანი რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მან და იცოდეს კი ბატონო. ხო, და ის მოდის როგორც მმართველი, იმან უნდა იცოდეს სად მიყავს სახელმწიფო. მოდი ასე ვთქვათ, თუ თქვენ გემის მართვა არ იცით და პირველსავე რიფზე უნდა გადაჭეხოთ ჩემი გემი, მე არ უნდა მომიწოდოთ რომ იმ გემზე ამოვიდე, იმიტომ რომ თქვენ გემზე არ გიცურიათ არასოდეს. მე გეთახმებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ეგეთი გადაწყვეტილების მიღების. თქვენ შეგიძლიათ გარისკოთ საკუთარი თავით, მაგრამ მთელი ერი აიყვანო გემზე, რომელიც არც მეზღვაური ყოფილხარ, არც ბოცმანი ყოფილხარ და აღარაფერს უამბობ, კაპიტანი არასოდეს არ ყოფილხარ. და აი ამ მართლობას იღებ და შენ თავზე იღებ ამ პასუხისმგებლობას, ეს არის მე რომ ვთქვი დიდი უპასუხისმგებლობა. როგორც არ უნდა მიყვარდეს ჩემი ხალხი და როგორც არ უნდა მიყვარდეს ის გემი, რომელზეც ავდივარ. შეიძლება ძალიან მიყვარდეს. იქ არ ქონდა არჩეხად ცოტა შევცვალეთ თემა, მაგრამ უნებლიეთ. იქ სხვა არჩევანი არც იყო, არც არავინ არ იცოდა. არც გემის მართვა. გემსაც კარგი გვარიანი ისინი ქონდა ნახრეტები. ამიტომ არ უნდა იყო. ბუნებრივი იყო. ჩვენ თუ ვისწავლეთ იქიდან, რამე თქვენ მზადეთ თუ ჩვენ გონივრულად მოვიქცევითო. თუ ეს სქემები არ დაალაგდა, ჩვენი გონივრული არაგონივრულობამ რა შეიძლება მოგვიტანოს უკრაინის მაგალითზე ვხედავთ. ჩვენი გონივრულობა შეგვმატებს რამეს? ჩვენი გონივრულობა შეგვმატებს იმას. აი კერძოდ რას? ეხლა ვეგეტყვით. ჩვენი გონივრულობა მოგცემს შესაძლებლობას ყველა სარგებელი მივიღოთ, რაც ამ ახალ გეოპოლიტიკას მოყვება. ანუ არის საკითხები, რომელიც თვალსაჩინოა. თვალსაჩინო არის ის, რომ დიდი სახელმწიფოები დაინტერესებული არიან აი ამ ახალი შესაძლებლობების განვითარების. მე მხედველობაში მაქვს ეგრეთ წოდებული ბრიქსის ქვეყნები, ევროპაში უკვე ჩინური პროდუქტების პირდაპირი მოძრაობისა და პირდაპირი მოქმედების ამავე დროს იმის გამო რომ ბევრ სახელმწიფოს დაედება ამა თუ მიმართულებით სანქციები, რომ ამ სახელმწიფოს ინტერესები ჩავაგდოთ, რომ ის წარმოებები ჩვენთან გადაიტანონ და გადმოიტანონ და არა ამერიკაში. ანუ მე არ განვიხილავ საქართველოს როგორც სატრანსპორტო დერეფანს, რაც ძალიან მაღიზიანებს როცა ამაზე ლაპარაკობთ. ძალიან მაღიზიანებს. მაგრამ წარმოიდგინეთ იმ სასანქციო პირობებში, რომელიც დღეს სოფლიოში გაჩნდა, იმ პირობებში, როდესაც ევროპის კომპანიები ცდილობენ გაიქცეს შეერთებულ შტატებში, რადგან
იმ ნედლეულის უკვე ახალი ფასებით და იმ საბაზრო ურთიერთობებით, რომელიც უკვე ევროპას ფაქტიურად ჩამოეშალა, მოდი ასე ვთქვათ, შრომითი რესურსი ბევრად უფრო ძვირია. სამრეწველო რესურსები ბევრად უფრო ძვირია და ენერგო რესურსები ბევრად უფრო ძვირია. მათთვის ის სამრომები, რომლებიც აქამდე იყვნენ კონკურენტუნარიანები, გახდნენ არაკონკურენტუნარიანები. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ამ კომპანიების საქართველოში გადმოტანა რუსეთის ნედლეულის გამოყენებით, ადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებით ეს პროდუქცია გავიტანოთ ისევ იმ ქვეყნებში და იმ ბაზრებზე, რომლებიც ტრადიციული იყო ყველა ამ კონკრეტული იმისთვის, რა ქვია, კომპანიისთვის. და აი აქ უკვე განათლებაც უკვე წინ მოდის, იმიტომ რომ ამას სჭირდება სერიოზული განათლება, აქ მოდის სერიოზული დასაქმება და სერიოზული სამრეწველო პოტენციალის განვითარება და რეგიონში ჩნდება, მოდით ასე ვთქვათ, პირდაპირ სამოთხე და თუ ეს ჩვენ გვესმის, უნდა ჩვენი ბრძნული მოქმედებებით გავაკეთოთ ის, რომ ვინმეს ფრთის ქვეშ კი არ აღმოჩნდეთ, არამედ დავრჩეთ ყველა საერთო ინტერესის ქვეშ. ანუ თუ მე მივეკერძოვე და რომელიღაცა ევროკავშირისკენ გადავიხარე მარტო ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, გადავიხარე მარტო რუსეთისკენ, ჩინეთისკენ. ან მარტო ჩინეთისკენ, გამოდის რომ მე უკვე ერთი სახელმწიფოს შეიძლება კი რა პირდაპირ გავლენის ქვეშ ყოფნას ვთანხმდებით. მაგრამ მე თუ დავრჩი სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ეს შესაძლებლობები მაქვს, დააკვირდით, ჩემი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია უკვე იმ ინტერესით, რომელიც ამ ქვეყნებს აქვს. ანუ ჩემ სახელმწიფოს უკვე იცავს მათი საერთო ინტერესები. ჩინეთია დაინტერესებული, რომ საქართველოში არაფერი არ მოხდეს, რუსეთია დაინტერესებული, რომ საქართველოში არაფერი არ მოხდეს, ირანია დაინტერესებული, შეერთებული შტატები და მათ შორის თვითონ ევროპა. გამოდის, რომ თითოეული მათგანის გადაჭარბებული მოქმედება ჩემ მიმართ პროტესტს იწვევს სხვა დიდი სახელმწიფოების. აი ეს არის პოლიტიკა, ასე ვთქვათ. აბსოლუტურად სწორია. ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა, რაც საქართველოს უნდა განახორციელოს. და კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ჩვენთან შემოდის ინვესტიციები, ჩვენ არ შეგვიძლია ნებისმიერ ინვესტიციას გავხსნათ გზა. ჩვენ უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერიოდში იმ ინვესტიციას რა მოაქვს საქართველოში. თუ მე ინვესტიცია შემოაქვს, იმიტომ რომ 3, 4, 6 წლით ვიღაცები დავასაკმო, უბრალოდ ჩემი მოქალაქეები დავასაკმო და ამის შემდეგ ისევ უმუშევარი დავტოვო. მაგრამ ჩემი ქვეყანა სხვა კაპიტალს მივცე ფულის საკეთებლად, არასწორი ინვესტიცია. და მეორე სახელმწიფო უნდა იყოს ყოველთვის დაინტერესებული, რომ 51% პაკეტის იყოს მისი. და ამ ჩვენს გონივრულ ქმედებას, როგორც უშლის ხელს თუ ეხმარება ეს ჩემთვის გაუგებარი პროტესტი ევროპაში მიმავლების. ეს მხოლოდ ანგრევს და აი ამის უკან ვინც დგას, მათი მიზანი რა არის? ახლა ამ ეტაპზე, როდესაც გადამწყვეტ ფაზაში შედის აი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფინალისკენ წასვლა. მათ არ აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მათ აქვს გონებაში ჩაბეჭდილი 35 წლის განმავლობაში, რაშიც მე ყველა ხელისუფლებას ვადანაშაულებ, რომ ევროკავშირში შესვლა იქნება საქართველოს განვითარების გარანტია, რომ აქ შეიქმნება სამოთხე, რომ აქ იქნება რაღაც ფანტასტიკური პენსიები და ასე შემდეგ და აი ეს უაზრო მისწრაფება. რუმინეთში არ ყოფილან სულ მაინტერესებს. რუმინეთში, ბულგარეთში იქნა ნახონ რა ხდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. აი ნახეთ რა არის. სახელმწიფოს შეცდომა იყო იმაში, რომ სახელმწიფო არ აწვდის სწორ ინფორმაციას, მათ შორის ტელევიზიების და ჟურნალისტების. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი სპეციალურ voyage იმ ევროპის ქვეყნებში, რომ აი ამ ლამაზი ფასადების უკან რეალური ცხოვრება როგორია. როგორ ცხოვრობს ხალხი იმ ქაღალდის ყუთებში. რამდენად ესე იგი უკვე არასტაბილურია იქ გარემო, რამდენად შეზღუდულია უკვე მოქალაქე მისი ენერგორესურსების გამოყენებაში. რამდენად ესე იგი ხო იტალიაში რაღაც სასწაული გრაფიკი წავიკითხე ახლა ზამთარში ჯარიმებია თუ 19 გრადუსზე ზემოთ აწევ. დიახ. და წარმოიდგინეთ რამხელა შიშია აი ამ ვითარებაში, როდესაც კომპანიების თანმიმდევრობით რო იტყვიან კოტრდებიან, ან სხვა ქვეყნებში გადადიან სამსახურის დაკარგვის. იმიტომ რომ ყველას აქვს ვალდებულებები, ჩვენ ხო როგორ იყო იცით, ჩვენ წარმოებლური სახელმწიფოდან გარდა ვიქმენით საქართველოს მხედველობაში მომხმარებულ სახელმწიფოდ ყველას აქვს ვიღაცას თითქმის ყველას აქვს ბანკის ვალი. როდესაც ადრე ნუ მეწილად ხო? როდესაც ადრე პირიქით ანაბრები ქონდათ ბანკში.
აი ეს რომ ყველას აქვს ამა თუ იმ ბანკთან ვალდებულება ყველაზე მეტად არის გავრცელებული სწორედ ევროპის ქვეყნებში. თითოეული მოქალაქე, თითოეული ოჯახი არის მეტწილად ესე იგი აი საბანკო ურთიერთობებში. მისთვის სამსახურის დაკარგვა და ვალდებულების ვერ შესრულება იმავე წამიდან იწყება, რაცამს კი აღმრიცხველი გამოირთვება და 2 თვეში, 3 თვეში მას უკვე აბსოლუტურად ყველა რესურსის გაყიდვა უწევს იმის რომ თავი გადაერჩინოს. ან არაპროფესიული მიმართულებით ნებისმიერ სამუშაოზე წავიდეს, რათა მოემსახუროს ვალდებულებებს. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე თითოეული ევროპული ოჯახის წევრისთვის. ხო და აი ეს რომ არ ესმით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქ ნამყოფი არ არის. რომ მათ 64 გონიათ, იქ სადაც 64 კი არა. მე ვიტყოდი ჯოჯოხეთია, იმიტომ რომ თუმცა არის დადებითი მომენტებიც, რაც გადმოსაღებია. და მაგაში ვინ გვიშ აი და არავინ არ ევროკავშირში რატო უნდა შევიდე? და არავინ არ გვიშლის ამ ხელს ის რომ ადამიანის უფლებები დავიცვათ, ბავშვს კონდეს განათლების მიღების უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ნორმალურ გარემოში აღზრდის უფლება, ამას ხო შეიძლება ეს მესუმიკვის გადმოიტანო. ანდა რომ ამბობენ რომ აი ევროპული განათლების გარეშე დავრჩით. აქ ხო გადაღელეს ახლა ქართული განათლები და აქ განათლება მიღებულები რას აკეთებენ მე ევროპაში და მე სად უნდა დასაქმდნენ და რა უნდა შექმნა, აი როგორია მათ მიერ მომავლის დაგეგმვა, მარტო ის ხო არ არის ევროპაში მივიღო განათლება. აი ზერელეობა მე ძალიან მაღიზიანია. კაბოტონინო მომყავს ხოლმე ესეთი მაგალითი. იმ განათლების სისტემის რომლის შვილები ჩვენ ვართ, მე შემიძლია ვაჩვენო ყველას რისი გაკეთება შეეძლოთ. ჩვენმა თაობამ ააშენა მეტრო, ჩვენმა თაობამ ააშენა ის ხიდები ყველაფერი, ჩვენ ვაკეთებდით ფაქტიურად თურქეთს ვასწავლით გვირაბების და ხიდების მშენებლობას. ჩვენ თაობის დროს შეიქმნა ავიაცია, კოსმონავტიკა, ჩვენ თაობის შეიქმნა ის მობილური ტელეფონები და კომპიუტერები, რომლებითაც ახლა ესენი ამაყობენ და ტრაბახობენ. აი ახლა ევროპაში მიღებული განათლება, აი ბოლო 20 წლის განმავლობაში ვინც ევროპაში მიიღო განათლება, რა შექმნა, კი ბატონო. დამანახონ კონკრეტულად რა მე გამაკვირვონ, აი ეს თემურ მაისურაძე გამაკვირვონ, რა გააკეთეს, ან რა რისი გაკეთება ისწავლეს და მე ვაჩვენებ რისი გაკეთება შემიძლია. არამც თუ ვისწავლე და ადრე ვაკეთებდი, ეხლა რისი გაკეთება შემიძლია. ყველაფერი ხო შედარებითია. რა თქმა უნდა. ხო და თუ თქვენ მე ვერ მაჩვენებ თქვენი განათლების პროდუქტს, რატომ უნდა დაგიჯეროთ რომ თქვენი განათლების სისტემა ჯობია ჩემსაც, რომელიც მე მქონდა? რა თქვა, შეიძლება იმათვის გიჯებია, ბატონო, ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ გაცეს ვინათვის რომ ამოიწურა და მეორე სტუმართან სწორედ განათლების თემაზე უნდა განვაგრძოთ საუბარი, რეკლამის გამო მცირე ხნით გემშვიდობები, დაგველოდეთ, მალე დაუბრუნდებით.